ვიყავთ, ესე იგი, პირველი has dog. Has dog არის ცვლადი, რომელიც გატოლებული არის true, ანუ ეს არის boolean ტიპის ცვლადი, რომელიც უდრის true-ს. შემდეგ დაბეჭდილი არის ეს ტექსტი, რაც ბრჭყალებში არის ჩასმული. ანუ ეს string-ი არის დაბეჭდილი. შემდეგ ეს ორი ხაზი არის კომენტარი, რასაც ახლა ამ შემთხვევაში ყურადღებას არ ვაქცევთ და შემდეგ თუ has dog ამ შემთხვევაში if-ი არის აქ ახალი ბრძანება if ნიშნავს ანუ თუს და შემდეგ არის condition-ი ანუ პირობა. ამ შემთხვევაში თუ has dog ანუ თუ has dog-ი არის ჭეშმარიტი, ხო? ამას ნიშნავს has dog უდრის true-ს, ამას ნიშნავს უბრალოდ შემოკლებით წერია. მაგ შემთხვევაში დაბეჭდე აი ეს ტექსტი. ახლა runs რომ დავაჭერ, დაიბეჭდება ეს ტექსტი თავიდან, რასაც ხედავთ და შემდეგ has dog-ი ხომ true არის და ამიტომ დაიბეჭდა ეს. I sure do. მაგრამ თუ აქ true-ს მაგვირად მე დავწერდი false, მაგ შემთხვევაში ის ქვედა ხაზი უკვე აღარ დაიბეჭდებოდა, იმიტომ რომ აქ if პირობა გვაქვს. თუ has dog-ი იქნებოდა true, მაშინ გააკეთე ეს მოქმედება. და რა თქმა უნდა, if-ის შემდეგ ორ წერტილი იწერება და if-ს თუ რაიმე ეკუთვნის, მაგ შემთხვევაში ტაბით უნდა შემოვიდეს შიგნით. თუ აქედან დავიწყებ რაიმე კოდს, ანუ if-ის გარეთ თუ მინდა რომ დავწერო, მაშინ shift-ით უკან უნდა დავწიო. Next-ს დავაჭიროთ, ეს უბრალოდ true-თ გადავაკეთოთ ახლა ისევ, როგორც იყო. Run, ახლა დაიბეჭდა, next-ს დავაჭიროთ, გადავედით შემდეგ დავარდებაზე.